მანჩესტერი უიგებდა 3-0-ს ვიღაცას. ვის თამაშობდნენ არ გახსოვს? ვიღაც ძალიან წუდღეში იყო იმ პერიოდში ეგუნდი რა. მე მგონი უკასლი იყო. აი ეს ტიპი ვინ იყო ბიჭო, აქეთ რომ მოტრიალდა ეგ. ეგ გამახსოვს. არა, ვისე თამაშებოდა არ მახსოვს. შეიძლება საუთჰემპტონს, არ ვიცი. მანჩესტერი თამაშებოდა ვიღაც, მე მგონი ნიუკასლს რა, არ მახსოვს. იმაში აქვს და ოლ ტრაფორდზე. მე თავს ვიყავდა. ანუ ვესტჰემი იყო შეიძლება. და მე მქონდა მინდოდა მაგ თამაში რო ყოფილიყო 9-4. თუ 10, შეიძლება 10, შეიძლება 9. ესე უნდოდა უბრალოდ, განა რამე დადებული კი არა. არა, არანაირი. უბრალოდ უნდოდა. ტელი გულით მინდოდა რომ ყოფილიყო 9-4. ოღონდ თუ 10. ნუ, რამდენიც უნდა და ერთი ნაკლები, სადღაც მე-60 წუთისთვის უკვე იყო. კი, ანუ აი, ხო მინდოდა 10 და 9 იყო მე-60 წუთზე რა. ან 9 მინდოდა და 8 იყო მე-60 წუთზე რა. შო. ან ერთი კუთხური მინდა თამაში ბოლომდე ნახევარსაათში, მაგრამ 3-0 რო გახდა, ორივე გუნდმა ყლეზე მოიba ის თამაში და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, შესაბამისად კუთხურების შანსიც ნელა შემცირდა, იმიტომ რომ ახლოსაც არ მიდიოდნენ ერთმანეთის კართან. 64 წუთზე ტატომ გათიშა მიკროფონი და მეუბნება. ერთი კუთხური მინდა, მაგრამ აქ აღარ იქნებაო. ანუ განწყობა წინასწარ ეს მოგეხსენებათ ადამიანებს, ვისაც ფსონი აქვთ განთავსებული რამეზე წინასწარი განწყობით ეგუებიან უკვე მარცხს და ტატომას ნუ კაი აქ აღარ იქნება. ჩართო და მაინც აი თვალებს და ესე უყურებს რომ ეხლა კუთხური აჰა და რა თქმა უნდა არაფერი აღარ ხდება ბოლო წუთებია აბსოლუტურად უიმედოდ ვარ და 3-0 იგავს მანჩესტერი წყნარად შვიდად და ბოლო წუთია და მე დამატებული დრო მიდის უკვე მსაჯის და კი კომპენსირებული დრო ის კუთხურის რო არაა და ეს მეორე სათსოდავი გუნდის 3-0 რო გამოიშვა მანჩესტერმა ტრაქში უტევს და ჯერ ტიპმა მიიღო არ მახსოვს ვინ იყო ფეხბურთელი მარცხა ფლანგზე მიიღო ბურთი და შევიდა უკვე კუთხურის ხასთან მივიდა და ახლოს ყავს მანჩესტერის მოთამაშე და მგონია რომ ეხა ამარო ჩავაწო შევა მოარტყას ამაზე კუთხურზე გადავიდეს და მეშველა რა მოვიგე და ამ გამოყლებულმა ადგა და ეს პაციბა გააკეთა და წამოვიდა აქეთ ჯერ ხო უკვე არ მესიამონა რომ აქეთ რო წამოვიდა რა თქმა უნდა რომ უკან გააკეთოს პასი მაგრამ ამ პაციბიაში და წამოსვლის მომენტში ეს ბურთი მოარტყა მეტოქეს რაღაცნაირად ისე მოხდა რომ იმ მეტოქეს მოხდა მანჩესტერის მოთამაშე და წავიდა კუთხურისკენ ეს ბურთი ხო წავიდა მთელი სიშკარი ჩაწოდება არის ხო არა აქეთ წამოვიდა რა ანუ რიკოშეტი იყო ბიჭო ხო ესე ხო მირბოდა და მოტრიალდა უკან მოდიოდა ისე რა ცენტრისკენ მოდიოდა და ამ ცენტრისკენ რო შემოტრიალდა ეს ბურთი მოხდა მანჩესტერის მოთამაშე რომელიც უკან მორბოდა თავისი კარისგან წავიდა კუთხურისკენ ეს ბურთი შანსი გადადის რა всё და დავით დეხეამ გადაწყვიტა არჩე დედა მოიწყნა და ეს ბურთი კუთხურს ისეთი ნახტომი გააკეთა ტიპმა ოღონდ გამოხდა კარიდან 5 მეტრის იქით და მე კარის ესე უკვე რა ხო დაждდა და დეხიამ გადაწყვიტა რომ აი რას უწყვეტდა ეგრე ძალიან ეგ მომენტი არ კარში არ გადიოდა კუთხური იქნება მე კარის საჯერებას გაცდა გადახტა რაღაცა მარტა გაგიშტა და ბურთი დაიჭირა და ტატოს რეაქცია ამ დროს ეს ხო მოიხსნა ჯერ ანუ მაგ თამაშს ვინც უყურა ბუხონ აი ესან ისმოდა აი ეს რაღაცა მისმის მიკროფონის გატვიში მიკროფონი აი ამას და თითი ვერ გაარტყა იმას კნოპკას ვერ გაარტყა თითი რითაც თითი აი იმიტომ რომ ჯერ ეს მოიხსნა დააგდო და ეს ბუხონი ხო უკვე იყო მაგრამ თან უნდა რომ გათიშოს და ამას ვერ არტყავს ხელს ამას ხო აკეთებს ეს ადგა ტელევიზორთან მივარ და აი ეს რაღაცას აკეთებს თან ხმას ვერ იღებს იმიტომ რომ გავახმა იმიტომ რომ მე მიკროფონი გა ბოლო ხმაზე ვიგინე მე ლაპარაკობ რომ აქ დავით დეხია რაღაც ძალიან წყნარად და უცებ გაიზ და იქით ანუ კარი გავიდა მოიკეთა და დედას შევეცი ნუ იქიდან უკვე ისტორიებს დეხია კუთხური მინდოდა შეჩემ დეხია დედა მოიტყ და ეხა მაგკადს უბრალოდ რამჭირდა იცი ფიზიკურად ვერ ნახო საუბრობ ნახო ეხა რა თამაში მოიცა ვიჯვავდი სიცილი ჩეჩემ ანუ თამაში მიყავს და მეორე კომენტატორი ადგა და იმას კნოპკას ურწყავს შეჩემ მე რა აი პოსტა კადრი ეს რო ადგა აი მას რო იჭხობა ჩუმა დეხიას რო უყვირის ჩუმად ეგ არის ანუ აი პიზდეცია პროსტა რა გავიდა და ყველას გაუზიარა თავისი აუ ზა ეგ იყო ხელოვნება და ეგ იყო აუ ზა ეგეთი ისტორიებია მილიონი